დილამშვიდობის, ჰაი, მოვიდა თქვენი ბზის ხივი და თბილისში მოგიტანეთ უზარმაზარი მზე. ისეთი კარგი ამინდია ხალხო. ისეთი კარგი ამინდია, რომ აი არ ვიცი, ვინ სახლში ხართ, გილოცავთ, გიჟდები შაბათზე და პარასკევი უფრო მიყვარს პრინციპში, რომ ვიცი, რომ შაბათს ვისვენებ, აი ეს რაღაცა სხვა ემოცია მაქვს ხოლმე, მაგრამ დღესაც რო სახლში ვარ და ხოლმე სახლში ვიქნები, ეგ არის აი არ ვიცი. ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლედ რომ გითხრათ, მაგ ამბით. დღეს შედარებით გვიან გავიღვიძეთ, მაგრამ ბევრად ადრე გაგვეღვიძა. უბრალოდ შევიბრუნე ცილი კულტურულად, 8-ზე რა თქმა უნდა ამდგარიყავ. ისე რომ ვთქვათ, რაც ამედგა. დავლიოთ ყავა. ძალიან მინდა ისე მეძინა რაღაცნაირად შეგრძნება მქონდა, რომ სამსახურში ვაგვიანებდი. მე რაღაცა გამოვერკვიე, რომ არ უმუშაობდი, მე შევეცადე შევებრუნები ნაწილი, მე ყობა ადგა რაღაცა რაღაცებს ახრახუნებ და რაღაცას ყავს იტუხებ და აი ხოთ ხალხო. რა ვერ დალიებეთ კი ეგ ყავა, გიდა ვარა. უნდა დავიძიდო ბიოთხ. რატო ყავა მძლავთი? ხო და ეს. ზოგადად ძალიან მიყვარს კობასთან ერთად ყავის დალევა. მაგრამ ჩვენ აქ რა იცი ცოტას დალევს და მე გარეთ გადის სიგარეტთან ერთად რა და ვითომ კობასთან ერთად მიყვარს რომ ყავის დალევა და რეალურად გამოდის რომ მაინც მარტო რჩები და ნახევარყავაზებიც მარტო წურუყავ. ამიტომ რაღაცა ბრაზდები ხომ მეთქი დაასრულე რა ჩემ დადეთ და ყავა. ვაიმე ჩემი სარეცხი გახმა ზუსტად ვიცი დარწმუნებული ვარ მამაჩემაც ეგ თქვა დღეს და კობამაც ცაში თუ აიხედეს. დღეს ჩამოვკრა. აქედან ხედავ მშვიდურად ფრიალებენ ესე კი უკვე კარგად გაიშა. მე ვიდიდე კისებს ფრიალებ. აჰა ახალი პრობლემა. ხო და ესეთი ამბები გოგოები. აი ვაიმე მიშველეთ ეს ბარგით მოვადგა აქ. მოიცადეთ იქ ერთი წუთით. ყავა დავდო ხალხო ღმერთო. ამის garaში ვიდეო ვეღარ გადამიღე. ეგეთი რამე გაგიგიათ. მოდი დუსტი. მოდი დედასთან, მოდი. მოდი დადედე შენი ლამაზის. მოდი დილამშვიდობის. ვაიმე როგორ ბრაზდება ხოლმე დედა თუ ამაზე ადრე დგება საწოლით თქვენ არ იცით. მე დედა დიდი ხანია ავდიქი სიყვარული. ვაიმე აი გიჟდები ხამე რამდენჯერაც გამომეღვიძება ხალხო. გადავტრიალდები კოცნი მე იშბუშდება ხო ვაიმე თქვენ გამოგწევში. აი ასე დაადე თავი დედას. როგორ ახარდე? კარგად ხარ? მარიამო, კარგად ხარდე? მადლობთ მეც. რა შედარება? ვაიმე როგორი მოთენთილია ჩემი გოგო როგორი. ეზოშიო წავიქეციო. ნახეო ფეხიო როგორ მეტკინაო. ეხა თუ დავაკვირდი რომ გადაშხულებილია სხვა ემოციაა, მაგრამ რო არც ჩანს რაღაცა ხო ხდებდი მე. აკაგა ვაი. არა უშავს. რო გაიგო რომ გესაუბრებოდით ჩათა წამოახო ხიალა რომ დააგათვალიერებინოთ. ანუ ეს სუბზად არის ვიდეოს გადასაღებად და მე არ ვიცი. ვერ გეტყვით, რო არ მეცლება ხოლმე, ან რა ვიცი, თუ ჯვარიბწერი მოგდიან რაღაცა იცოდეთ, რომ ვლოგი უპატრონოდ არ რჩება და უყურეთ. მარიამი იქნება მე დედა. დიდი შინ დაბადების დღეზე წაიყვან. დაბადების დღეზე წამიყვან, უღრმესი მადლობა და. Banana peppers tan.
მანანა ბებოს მე კიდევ ის წაგვიყვანდე. თათას კიდე. ნინოს კიდევ. თემური პაპას კიდევ. გია პაპას კიდე. ой მე. ვიხილავდე დაგებოდებით. დავიწყოთ სახლის დალაგება. მთლიან ვიდეოს რომ ნახავთ, გამიზიარეთ, როგორ მოგეწონებათ, რაღაცები შეიცვალა, ხან ისე იქნება, ხან ასე, დღეს ასე გადავწყვიტე. ხო და თქვენში დავიწყება მითხარით, რამდენად მოგეწონებათ მსგავს სახის ვიდეო. ძალიან მიყვარს საქმეების კეთება. სახლში ძალიან სიამოვნებს, როცა მყუდრო გარემოს ვიქმნი, აი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაქვს ხოლმე რა თქმა უნდა დღეები, როცა არაფრის კეთება მინდა და ამაში ვარ ძალიან კომფორტულად. თუმცა ძალიან არეულ სახში ვერასდროს კომფორტულად ვერ ვარ, მაგრამ ოდნავ მაინც თუ მილაგებულია და თუ არ მინდა არაფრის კეთება, კარგად ვარ ყოველ შემთხვევაში. მაიმე რა თეთრი ფეხები მაქვს. ვიტყვი ხოლმე, რომ აი გავგორდები მზეზე და ცოტა ფერ შევიცვლი ზაფხულში, მაგრამ ხალხო ისე მცხელა ხოლმე აივაძე რა გამაგორებს. მიჩვენია ესე გადათეთრებულმა ვიარო. დაალაგე კონცა დაალაგე. ვინდა გილაგებს ხა ტყუილადელოდები ვინმეს დაალაგე. სწრაფად ცოტა დუღანელი. ხო და მოკლედ კარგი იყო მშვენივრად გავოვიწინე და საქმეები შევუდგეთ. ძალიან მიყვარს ეს სანთლები, დედამ გამომიგზავნა და გიჟდები. ძალიან მიყვარს. ძალიან ლამაზია. კამერა ისე ვერ აღიქვამს, თქვენ წარმოიდგინეთ რეალობაში. იმდენად ლამაზია. არ ვიცი მე რა მჭირს, მაგრამ სუცვლილებებისკენ მიმირვის ხელები. ხან იქით მაქვს ესენი, ხან აქეთ მაქვს, დავარბენინებ, მაგრამ ხო, არ ვიცი. ვალაგოთ. ყოველ დღე ამას ვალაგებ თითქმის. ვინ ურევს მე, რატომ არ ვიცი. რაც შეხედეთ, აქ რა ხდება ნახეთ. გვიან აღმოვაჩინე, რომ შავფანქარი, არ ვიცი, რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ძალიან დამისვარა და რამე უნდა უშველოთ. მე ერთვიდე. გემრიელია? რალამაზიკა ვამაკნახეთ, თქვენ თხა მაგდანთ ეს კაპეთი. მე ერთვიდე რა. დადიდა, ვესაუბრებ. არა, ესაუბრე, მაგრამ თან მე ერთვიდე. მირთვი? მირთვი უკვე ვერ დავინახე? კარგი, მოდიში. და ახლა მე რო ვისაუბრო. თქვენ არ გინდათ? დედი, ძალიან გემრიელია, შვილო, მარტო მე არ ვარ მაგ ფაფაში, თორე ყველაფერი ვუქენი მე მგონი. გემრიელია და მირთვი. დედი, ნახე, მე რო წამ დიდი გოგო გავიზარდე. აგერ სიმაღლე გოგო ვარ. დედი, ვერ წამაგჭირა მავიკ. აგერ თუ ვერ წამაგჭირავს. კარგი, მე წავაგჭირე, მაგრამ დედიკო, მირთვი ჩემო. ვარ. ვეგარი ეგრე წავაგჭირე.
გოგოთან მესაუბრები. კარგი, მაგრამ თან მიირთვიდე? დამაბარეს რომ მიირთვასო თანოდე. თან მიირთვასო? დამაბარესო. იბატონო. მარიკო მიირთვასო. გინდა მოგეხმარო? ორი ცოლი მატყო. კარგი, ერთი მიირთვი და მანამდე მოვალეს გადმოწმინდოდე. ბატონო? წმიდა მათი ვარ. კიდე წმენდ მათი ვარ. ახლა მალე გოგო ვარ. მიირთვი დედიკო რა? მიირთვი საყვარელი. მარიკო ზედმეტი საუბარი აღარ მინდა დედა, მიირთვი. არ შეიძლება ამდენჯერ თხოვოს დედამ. არა, არ მინდა საუბარი ზედმეტი. იმიტომ რომ მილიონჯერ თხოვე და დამეღალა გული დედა. დედი, მეც დამეღალა, შენ რა გასაუბრები, შენ ვერ გაიგე. შენ რა დაგეღალა? გული და შენ ვერ გაიგე. გული დაგეღალა? ხო, შენ ვერ გაიგე თან. მე კი გავიგე შენ ხმა და შენ ხმა ვერ გაიგე. აი მე მიშველეთ ხალხობილმე. კარგი, დაჯექი დედიკო, მე გაჭმე. პარალელურად ლაგების პროცესი მიმდინარეობს. ამ სახლის ლაგება ყოველდღე მიმდინარეობს, მაგრამ დღეს ცოტა მეტად ძირფესვიანს რო ვეძახით, აი ისე, იმიტომ რომ მალ-მალე ირევა ხოლმე ძალიან. მოდი დედიკო. ასაყვარელი. დაბრძანდი რა, არ შეიძლება ფეხზე იდგე და ისე მიირთვა, დარბოდე და ისე მიირთვა, იწვე და ისე მიირთვა. ჩვენ ხო ვიცით დედა. შენ ხო იცი რა შეიძლება? ყოველდღე ერთი და იგივეს ვიმეორებთ დედა და აბა რა ვიცი. შენც იმეორებ? კარგი გოგო ხარ და მოუყევი როგორ წაიქეცი? ჯერ არ მომიყევ. რაოდე? ჯერ არ მომიყევიო. ამისაყი შეხედე. აყო ჯერ არ მომიყოლიაო. აჰა ეს კოვზი მიირთვი და მოუყევი გარეთ რო იყავი და წაიქეცი. აქეთ გამოიწე და გინახოთ. მოდი მუხლზე დამიჯექი საყვარელო. უოპლაც, მოყევი აბა. სად იყავიდე? ეზოში? ხო. ბაიებთან ერთად? დავეჭდა. ვაიმე, დარბოდი დედა? კი არ დავბოდი გოგო, საქანელაზე ვიყავი. მერე? და მერე წაიქცი. საქანელდა გადმოვარდი? არა უშავსდე. ყველა ბაია გადმოვარდება დღეს, ხვალზე, როცა ცელქობთ, ხო? ყოველთვის ვიღაც გადმოვარდებით. მაგრამ არა უშავს, ხო არაფერი გტკენია. არა. არც სხვა ბაიებს არც ტკენიათ და. ხან წაიქცევით, ხან გადმოვარდებით და ასე შემდეგ. არაფერია საშიში. ხო დედა? გამიშვი. რატო დედა? იმიტომ რომ შენ მიწერაგ და ვერ გავუბრუნდი. ვერ გარბი ხარ? თან მიირთი საყვარელო? კაბაა ჩვენე უკვე? ყველაზე მეტად მღლის პროცესი მიირთვი მარიამს თქმა. ისე შენ მიირთვი ახლა მე რო გამაკეთე. ისე მღლის ხალხო რო აი არის. მღლი. კარგი მარიამ, სიტყვები გააკონტროლე, რა საუბრობ. შენს გღლის რას ქვე დედა გღლის? ამაწყენია დედა. გღლის. გია, რატო დედა? იმიტომ რომ ეს არის გერკულესის ფაფა კარაქში და ყველში. სხვათა შორის რძიანზე მეტად უფრო აი ეს ვერსია მოსწონს ხოლმე და ვცდილობ რომ ის გაუკეთო რაც მოსწონს საღამოს ფიქრობ ან წვნიანი ხორციანი წვნიანი გავუკეთე ან
ისევ სპაგეტი მოუხარშო, ან კვერცხაი რაც უყვარს უფრო რა, კარტოფილიც აქვს და ნახოთ თუ ან. გოგო სპაგეტი არ გაქვს, ამან კარა. კაირონი, მოდიდე გამოიქეც, ჩქარა გაგიცივდა საყვარელი. ნახო და ეს. ის მიირთვას რაც უყვარს. დედი აბა? ავწიე. ერთი მიირთვი და აკწევდე. მოდი აბა აკწევ. ოი, მე რომ ძიმიყარე. ხახო კი არ ვხუმრობ, ხა აწევით განავერაწვე, მაგრამ დამძიმდა. დამძიმდი და საწმენებს წამდი. დედიკო, უთხარი მოხარშული კვერცხი რომ მიირთვი ბაღში? კი, მოხარშული კვერცხი წამვენ. ოღონდ ჯერ სახლში არ მიირთმევს, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ მე და ჩემი მეუღლე, რომ სახლშიც მიირთმევს მარიამი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დაბადების დღე უნდა გადავუხადოთ, ხო დედა? კი, რა დიდი გოგო გავზრდო. კი ბატონო. მიირთვი საყვარელო? დედიშა დაიღლები რესტორანში და დიდების არის და. არ წამოვიდე? დედი, შენ ხო ჯერ პატარა ხარ? რაიმე ღმერთო, თუ არ გინდა შვილო, წადი ჩემ და ბაბაშენ წამოვწევი, მე სახლში დავიცინებ. შეგონია მე ხა ვერ დავიცინებ? წადით. მაგრამ დავიცინე მეტად დღეს ხოლმე სამსახურში. ძალიან დიდი მადლობა. გასაკეთებ, კაცო, თმა დაგესურვება. დიდი მადლობა დედა, რომ წამიყვანთ რესტორანში. აღარ გინდა? სამი კოვზი დაგრჩა საყვარელო. მოდი, ჩემო სიცოცხლე, სამი კოვზი და რაც გინდა დედა, მერე იმას მოგიმზადებ და მიირთვით, ხო რა. ეს ხო იცი როგორ მალიაში ებზე, ჰა? არ ხარ. ცოტა მაწვანე. ცოტა, დედა, პატარა კოვზია, დედიკო, პატარა კოვზია, დიდი ხო არ არის რომ ვერ მიირთვი. მოდი, ერთი კოვზი შენით მიირთვი, გინდა? მოდი პირი მოიწმინდე. მე. რა პირობებში მიწევს ცხოვრება. აღარ შემიძლია. გოგონებო, არ გირჩევთ, საშინელი სუნი აქვს, აი არ ვიცი, გადავყარე, ორჯერ გამოვიყენე, ერთხელ არ მომეწონა, მაგრამ მეორე ჩანსი მივეცი და მესამე თამაშს შანსს აღარ მივიცემ, საშინელ გემოზე აჭერთ ყველაფერს. მოხარშოთ კვერცხი და ვიღოთ რამე, პირობითად ფილე. დავჭრათ. წამოვხარშოთ, ფაქტობრივად მოიხარშა, ეს ისედაც მოიხარშა და
და უცხოებს ახალზე მოვბრაწე ისე ზედაპირულად, მაგრამ ანამდე დავაყარე თქვილი ბულგარული პაპრიკა, ცოტა წიწაკა და რა თქმა უნდა მარილი არ უნდა დაგვაიწყდეს. შევაბრუნოთ უკან. გამოვიყოთ ჩემი საყვარელი წიწაკის მჟავე, თუნდაც დამწიათ. ანამდე ყოფილი მოიხარშა, ცოტა გავაციოთ და დავჭამ. მოვაყაროთ ცოტა მწვანელი, როგორც 67 გრამია. ავაწყოთ კერძი. მოხარშული კვერცხი, წიწაკა. ჩვენი მიბრაწული ქათმის ფილე. გრილში დამესარა გოგოებო. გაკეთება, ამიტომ კრემყველი ამი ძალიან მიყვარს. ძალიან. მთლიანობაში მარილიც დავამატე მერე კვერცხს. პური გეხედავთ და სასწაულის სუნიდად გამთლიანობაში რო გითხრათ და როგორც ხედავთ არც ისე ცოტა 262 და ხო ნუ ვიწერ ხოლმე როგორც ყოველთვის ტრადიციულად შევალაგოთ ჭელი არ ვიცი ერთს გავაკეთებ და 8 კაცის ჯამჭუჭოს როგორ ვსვი ვიგებ არ ვიცი დავალაგოთ დღეს საოცარი დღე მაქვს ლაგების ხეხვა გლეჯვის რა თქმა უნდა ყავა არ გვავიწყდება რომ არ დავეცი აქ სათმედ და არ გარდავიცვალო. ასეც არ დავღვევარ, მაგრამ ნუ ყავა არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ჩემთვის მეორე ჭიქა ყავა. საოცარი ამინდია, ტკბები. მთლიანობაში 316 და 32 კალორია გამოვიდა ეს მეორე კერძი რაც გავაკეთებ. გემრიელად მივირთვა. ახლა მიმართვა ჩემს მომავალ რძალს, რომელიც უკვე შესაძლოა დაბადებული ცა და 8 ჯეპარიშიც დამყოფი, ან ვაფშე ჯერ არ დაბადებულა, არც აპირებს, არც ვიცი დროზე დაიბადება. არ არის ჩემსათვის, არ ვინტერესდები. მაგრამ ვაიდა შემოდგა ჩემს ლაბას. ნალულიავებ ოჯახში, ფეხები იმედია მარჯვენათი. აქედადვე იცოდი. რო წამომიჯდები იქ 780 ლარიან დივანზე და დამიწყო. მე ვერ შევწავ სულზე ვიძაბები. მაგარი ნერვოზი მაქვს. ნამცხვარს ვერ გამოვაწყობ. და მთელი დღე კატკუტ ტელეფონში. ვაღებთ კარებს, უკან მოუხედავად გარბი ვართ. აბა თუ გამოიწვევ ვიგარბის, შენ თუ მე. დაიდე ეს ვიდეო სამაგიდო წიგნად. თუ გიდა ვაფშე წამობეჭდე. არ ვიცი, როგორ გიდა რა ჩემი საქმე. ბაი. ჰაი ხალხო, დაითათ დაუციო ტელევიზორს. ვაიმე. არის კაბზე გამოვიდაო თბილისში და მოეფინა მიდამოს ჭიბღეღელა გოგოები. რა იყო კალო, გავიდეს მარტი. შორტი, შორტი. ქეჯი და ტოტი. შვილო, არ ძერდება მე უთხარი ერთ შორტი. კი არ უთხარი ხალხო. ისე გუნებიენად გავიფიქრა. მე კი ტრენდი ვარ და არ მიყვის, მაგრამ მარტია ხალხო. უმფალო. ეგეთ მე არ გავიგია. არ ვიცი, რა ჩემი საქმეა, მაგრამ უნდა მეთქვა, რა იყო შვილო? მომაგლიჯა ზედა, რა გიდა გერაცვალა ზედა. ახლა ერთი 27 წუთი დახევარი აქვს და გავარდო ვფიქრობ. თქვენ ხო იცით, მე ყველასთან მიყვარს ფიქრი. ახლა მეზუბელმა დავიძახა, რომ ეს არის. დროდიო ხა მე თქვენ მოგეხსენებათ, რომ უბნის თვალი ვარ და უბნის ნარიადული ქალი ვარ და დგავარ და ქალი ვარ. ხო და ის არის. მისი ქორწილია, ჩემი მამიდაშვილის, შვილიშვილის, მამიდაშვილის, ვიღაცა გარდაცვლილი ნათესავის ძმისშვილი. არ ვიცი ვისია, მაგრამ რო იცოდეთ ეგრეა. ზერავნოა, მაგრამ რო იცოდეთ. ხო და ახლაო, ჩემი უბნიდანაო და ჩემი ოჯახიდანო შეზე ტრენდიული ვინ უნდა წავიყვანო და აბა დავესიე და მივაყარე თვალის გუგები და რას ტრენდიული იყო ვიყიდე და ჩავისმალე. ახლა
არ ვიცი, ჭკუი და გადასვლას მიკლია 7 წუთი. მეტი არა. შეიძლება მეტი არ ვიცი, მაგრამ ისე რომ თქვა 7. გეიდაცვალა დუდუნა. ეკლესიაში ხო ხუჭი დავკარგე ქონება. და მამაო მომაბრუნა. იმდენჯერ გაწყვიტა მამაო პროპონოს არ ვიცი. დაიწერე ჯვარი, არ დაიწერე შეფის შერალდო, მაგრამ არ ვიცი. ახლა არცა ბიცა ვწდობდი, არცა გოგოსა, მაგრამ ვინ იყო ბიჭი, ვინ იყო გოგო ვერ გავიგე. პატარცანი ყველას მე ვეკონა. ისე რომ თქვა გავარ და ნარიადი მაგ. მეუთხარი რომელია სიძე. სიძე. ვისი მხრიდან ვიყავი არ ვიცოდი, მაგრამ რა ვიცი, ახლა ვეძებდი კაცს. ხალხო ერთი გამაგებინეთ. ეს 7 ჯოხით კაცები რატო დაძდეთ პატარა გოგოებს? არ ვიცი. გამკვირვებია თქვენი. მივუთხარი ახლა გადავუშურჩულე იმას. მეზობელს. ჩემსაც კიდე რეტრენიული ქალი ყავს, ახლა ჩემს მერე, მაგრამ ეგეცა. ქალ მივუთხარი. ისა გოდი საიქიო დააყვირის თანახმოვარ ცული მოვიყვარო, მივუთხარი. იყო რა ჯოხით. რაღაცაო თანა თიაქარი ქონია, თანა ვერ ქონია, რაღაცა გულის პრობლემები ქონია. თანა არ ვიცი. ფაქტობრივად იმით იყო რა ქვია, საავადმყოფოს კალიას კი მოყვანილი. საერთოდ კალო. მევუხარ. ეს ის კუտარი. თურმე კალ ფული. და ესია ეს უნახავი გოგო ვიღაცა. კაცები იქ ამბობდნენ რომ აბაო, ისეთი რძალი მოიყვანეს რომ არ ვიციო. მზეს ეუბნება შენჩადი მიამოვალო. ხალხო. აბ გოგოს არ შეხედე რომ მომასულიერეს. მზე თუ ჩავიდა დაუპულები და ცხოვრებაში არასოდეს არ ამოვა. ისეთი გოგო იყო, რა ვიცი, სადანახა, მაგრამ ვითობა, რა ვიცი. ხმა სადუხ პარალი ჩემი საქმე. ხო და მე რა ესე ამასთან დაუტოვოს მილიონები ახლა ცოტა დავიტუხმე. არაკანა მე ვიდო და ხა ვიღაცის მილიონები, მაგრამ გიდაცვალა დეიდა მეუთხარი. ამ გოგოსა მივეჭერი იქა, ვერ მოვიწმინე, კიდე ყუდა გადავედი. მეუთხარი გაფიცე ბაბიტაშვილებს. 2 დღეში, დღე ნახევარი ცოცხლო სამადო დღე მეტი, მიშაცხელი ამას არ აქვს. რა ვიცი, არა ჩანს მეუთხარი. მერე რა ხდება? უნდა დაგბრალდეს შეყო, კარგი ლოგიკურად ეგრეა მეუთხარი. რაში გჭირდება მეუთხარი ეს 7 დღის ყუტარი? რა გინდა? ახალგაზრდა გოგო ხარ, მიყვარს. ერასა მოგაგლიჭა მეუთხარი. ჩაგივარდები ხახაში და მე ნახო როგორ ახრტია მეუთხარი. რა ყავს კალ? ავერ დავითხები ახლა ეკლესიიდან წამომეყვანა. ფულზე გაგიჟებული, ფულზე. ხალხო, მოიყვანე თქვენი ტოლი და სწორი. იმას ახლა შედახლებოდა პატარა გოგოს ტაცა ხელი და ის არის. მოარბენინა. ამასაც რა ედახლებოდა ფული უნდა. არ ვიცი ფერიფერსა. მე წამოდიო რესტორანში, რამდენ ქალ მეუთხარი ახლა. მოარ ვიდო და ბეძიგძიგა, მაგრამ მეთქი ახლა ქალო იქ რომ მივალ იმაში შეხვია. დარბაში თუ სადღაც ხონდათ არ ვიცი, მეთქი ახლა პატარცაში არავერიო ახლა საჩემი ნარიადობა და საძიმბიში ყველაზე ჯვარი გწერიას. ხო და მეთქი უხერხუში გოგო არ ჩავაგდო. ჭუიდან აღარ გადასული. არ ვიცი. შენ რა მეუთხარი ხო ამ 5 დღის ყუტარსა კიდე დაიწყლაშ. ვისთან ახარ რომ ქალბატონო შეისაქმე რა მეუთხარი ვისთან ვარ. მივდივარ უკვე დასვიდანია. არ ვიცი ხალხო ამ ფულზე გაგიჟებული გოგოები არ ვიცი რა მინდა რომ დაცო ხელი ხო დავკვიტო და გადავაგდო. არ ვიცი ახლა ფულზე შიშიდაჩის უარს ვიდიტყოდა მაგრამ რა ვიცი თუ მიაღწიას ახლამდე რომ მე ჩაურიცხოს ცოლს არ ვიცი ვერ გეტყვი ჟიბო მოკვდა კიდეც ახლა მე ჩემი გავჭირებია რაღაცა რომ დაებართოს ქალო ახლა მე ფული მაგ დასადები არ ვიცი რა ამდენ პრობლემა გუჭყვი დააბჭრა ახლა ისე რომ თქვა რა მენაღვლება მაგრამ ჟერუთვენ რა ვერ მენაღვლება ხო ფული უნდა დავდო ხო არ ვიცი ახლა წავედი მე და ის არის გადასარეკი მაგ რომ ის არის ამბები მოყვე ქორწილის ქვას არ დავდო მისი დღეში ჩავაგდე ბაკათ მაგრამ რა ვიცი სადაც ხარ გავგიშდე მოდი ჩემთან მოდი